მინდა ერთი განცხადება და თხოვნა გაგიზიაროთ. ჩვენს მეგობარს, საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის წევრს, პროფესორ თემურ მაისურაძეს უმძიმესი დიაგნოზი სიმსივნე დაუდგინდა. ის ახლა გერმანიაში იმყოფება, სადაც გადის აუცილებელ გადაუდებელ მკურნალობას. გთხოვთ გავერთიანდეთ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მისი ანგარიშის ნომრებია: საქართველოს ბანკი J 55 BG 00000001 62 79 72 TBC ბანკი J 52 TB 76 85 24 50 66 30 0001 წინასწარ გიხდით მადლობას. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას ახალი პარადიგმა და დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე ბატონი მიხეილ შხენტი. მოგესალმებით, ბატონო მიხეილ, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, ბატონო თენგის, მივესალმებით პატიციურ მაყურებელს, მეც მინდა შევუერთდე მოწოდებას ბატონი მერაბის, ბატონ თემურთან დაკავშირებით. ბატონო, რა თქმა უნდა. ძალიან მოულოდნელი და ძალიან დიდი დარტყმარი არა მარტო ჩვენს, არამედ მთლიან საქართველოსთვის და მინდა უსურვო ბატონ თემურს გამოჯანმრთელება და დარწმუნებული ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა, მეც უერთდები და ჩვენ გადაცემის მრავლობის დროს მის დასასრულს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რა თქმა უნდა, მაყურებელს აი ამ ჩართულობის შესახებ, რომელიც ალბათ ეხლა საზოგადოების ჩართულობა მართლაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავიწყოთ საუბარი ჩვენ გადაცემის მთავარ თემაზე. დღეს გვინდა შევეხოთ იმ ახალ გამოწვევებს მსოფლიოში, რაც ბუკვალურად ბოლო დღეების განმავლობაში ხდება. დაწყებული მოლაპარაკებები უკრაინის ომის ირგვლივ ტრამპის ადმინისტრაციის ცოტა არ იყოს ექსცენტრიული, ბევრისთვის მოულოდნელი ნაბიჯები, რომლებმაც თავდაყირა დააყენა პროცესები მსოფლიოში. რამდენად შეიძლება ეს პროცესი იყოს წარმატებული, ერთი ალბათ ეს იქნება მნიშვნელოვანი. რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს საქართველოზე, აი უკრაინის ომი თუ დასრულდა ადრე თუ გვიან, ამას ჩვენზე რა გავლენა ექნება, რა შესაძლებლობებს გვიხსნის ეს და რაც ყველაზე მთავარია, რა არის ამ შემთხვევაში რისკები და რა არის შეცდომები, რომლებიც არ უნდა დაუშვას ჩვენი ტიპის სახელმწიფომ. დავიწყოთ სულ თავიდან, გარდა ამისა, ვეტყვი მაყურებელს, რომ გადაცემის ბოლოს გვექნება ასევე ინტერაქტივი და მაყურებელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ დარეკო სტუდიაში დაგვისვა შეკითხვა ან თავის პოზიციაც გაგვაცნოს. დავიწყოთ სულ თავიდან პირველი საკითხით, როგორ უყურებთ აი ამ პროცესს, რაც დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი, რამდენად გაგვთ განცდა, რომ ეს იქნება წარმატებული პროცესი და თუ ხართ ოპტიმისტურად ამ მხრივ განწყობილი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რა თქმა უნდა, პროცესი არის ძალიან პოზიტიური და ეს პროცესი და ეს სატელეფონო საუბარი არ მზადდებოდა 1 თვე, 2 თვე და 3 თვე და თუნდაც 6 თვე. ეს არის ხანგრძლივი პროცესი იმ დაკვირვებით, რომელსაც რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ჯერ სპეცსამსახურები, შემდეგ დიპლომატიური კორპუსი ერთმანეთთან ათანხმდა და შედგა ეს საუბარი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოყვეს მათი პირშეხვედრა და დასახელებულია საუდის არაბეთი, ესეც შემთხვევითი არ არის. ჩვენ კარგად გვახსოვს ვლადიმერ პუტინის მოგზაურობა საუდის არაბეთში, ევრიატში, ყატარში, როგორ იყო იქ მიღებული ეს ადამიანი, როგორც მეფე და ასევე დიდი პატივისცემა ამ ქვეყნებს ახალი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ. მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, ყველა მოვლენას, რაც არ უნდა გრანდიოზული იყოს და ეს არის რა თქმა უნდა არ იყო სურპრიზი, აქვს გარკვეული პატარა საფრთხეებიც, რომელზეც უნდა ალბათ გავაკეთოთ აქცენტი და ვიფიქროთ, რა შეიძლება აქ იყოს ისეთი, რამაც დაამუხრუჭოს აი ეს პროცესი, რომელიც დაწყებულია. ჩვენ ვიცით ბატონი ტრამპის ძალიან ექსცენტრიულობა, ესეთი ძალიან ემოციური ადამიანია, ყველა საკითხს ასე ვთქვათ, პირველივე მისვლით აგვარებს აიღოს უბრალოდ მოაგვაროს
და ამიტომ ძალიან საინტერესოა თუ რა დაუპირისპირდება აი ამ პირველ სატელეფონო საუბარს. მოდით, გულუყროლები ნოვიქნებით და ნუ ვიტყვით რომ აი ეს ასე ვთქვათ ის deep states რო ეძახიან, აი ეს საზოგადოება, ეს ადამიანები ხელდაკრეფილი იქნებიან და მისცემენ საშუალებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჩაატაროს ის რევოლუციური ცვლილებები, რომელიც მას დაგეგმილი აქვს და ამ რევოლუციებში აუცილებლად მოიაზრება რუსეთთან გადატვირთვა, რუსეთთან ახალი ურთიერთობის დამყარება და აი ამ ურთიერთობის დამყარების პირველი მერცხალი და ყველაზე მნიშვნელოვანი გასვნახეთ ეს არის ბატონ პუტინთან მისი ვიზიტი და ის ურთიერთობები რომელიც მან დაიწყო რა უძღოდა წინ უძღოდა მასთან ძალიან დაახლოებული ბატონ ტრამპთან ძალიან დაახლოებული ადამიანის ჩამოსვლა რომელმაც რუსეთიდან წაიყვანა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ეს ბატონი მეორე თავდასხმის მცდელობის დროს ერთად გვერდიდან გოლფის თამაშის დროს და ასე რომ ეს არის ადამიანი რომელიც არის ძალიან დიდი ნდობით აღჭურვილი და ახლო აღმოსავლეთში ბატონი ტრამპის წარმომადგენელია და ალბათ ისეთი დეტალები განიხილა ვლადიმერ პუტინთან პირისპირ ერთ-ერთზე რომელიც მიუხედავად იმისა რომ რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან დახურული საკომუნიკაბელო საშუალება მაინც არის მომენტი როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს თვალში შეხედავს ემოციიდან გამომდინარე მიხვდება დაახლოებით რა მდგომარეობაა და როგორი იყო ესათვის წინააღმდება. რამოდენიმე საათი გაგრძელდა მათი შეხვედრა და სწორედ მისი დაბრუნების შემდეგ სამშობლოში შედგა სატელეფონო საუბარი. კიდევ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ადგილია ისეთი, სადაც აი ამ შეხვედრის, ამ მოლაპარაკების სამშვიდობო მისიის მოწინააღმდეგეებმა შეიძლება გააჩაღონ გარკვეული პრობლემები შექმნა. როგორ ფიქრობთ, არის დღეს მსოფლიოში ისეთი ძალა, რომელიც შეეცდება, რომ ღიად დაუპირისპირდეს ტრამპის აი ამ ნარატივებს, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ხედავთ, ვერავინ ვერ ბედავს თითქოს მასთან შეწინააღმდეგებას, ის ამბობს ხანდახან გიჟურ იდეებსაც, რომ რომელიღაცა ქვეყნის ტერიტორიები მიაქიქ, მაგრამ ვერავინ ვერ ბედავს, რომ მას სიტყვა შეუბრუნოს. თვით ზელენსკიც კი, რომელიც ყველაზე ფრთხილ მდგომარეობაში ალბათ დღეს, აი ცდილობს, რომ წყენა არ შეიმჩნიოს ერთი სიტყვით. ვინ შეიძლება იყვნენ ის ძალები, რომლებიც გაბედავენ და აი ამ მნიშვნელოვან პროცესს, რასაც მთელი მსოფლიო ელოდება, შეეცდებიან, რომ საბოტაჟი მოუწყონ. ხო, ზელენსკის მისი აჯობებს თუ შეიმჩნევს ხა ზელენსკი არ არის მდგომარეობაში და რაღაც სიტყვა მოიტანა ჩაერთო კლასიკური მოდელი თავიანთი აგენტურის და თავის დაჯენილი ბიჭების განადგურების ეს არის კლასიკა ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენ არაერთხელ გვითხოვს და ჩვენთან სახეზე უკვე ზელენსკის მიადგნენ თავის პატრონები და ერთმანეთს ზელენსკის ახლა გახდიან კორუმპირებულს და ყველა ასე ვთქვათ იმ ცოდვებს რაც აქვს არ აქვს ყველაფერს მასზე გადაიტანენ ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზული ეკონომიკური პრობლემები დაეწყო. ინფლაცია წლიური 2.5-ის მაგივრად არის 3, 2.8-ის მაგივრად არის 3. თვიური ინფლაცია არის 0.3-ის მაგივრად 0.5. ნუ ახლა ეს ანიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაიშლება, რაღაცა კატასტროფა მოვა, მაგრამ ის დაფიქრდა ამ შემთხვევაში ტრამპის სახით, ტრამპის ენით დაფიქრდა, რომ მან სერიოზული ცვლილებები უნდა ჩაატაროს და საკუთარი ქვეყანა გააძლიეროს და დაუბრუნდეთ ამ შეხვედრას და იმ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება იყოს. ნუ სოფლიოში რამდენიმე რეგიონი არის, სადაც შეიძლება აი იმ ძალებმა, რომელსაც თქვენ ბრძანეთ, რომლებიც არ არიან ასე ვთქვათ იმ დონეზე დასუსტებულები, რომ გაბრძოლება არ შეძლონ, ვერ მოახერხონ და მათ შორის შეიძლება იყოს ის ძალიან დიდი ფინანსური, ეკონომიკური დაჯგუფებები, კორპორაციები, რომლებიც დღეს მსოფლიოში, ასე ვთქვათ, მართავენ მსოფლიო ეკონომიკას. და აი ამ კუთხით რა მენიშნა დღეს ჩვენ და სამწუხაროდ, უბრალოდ ჩვენ უნდა ფრთხილად ვიყოთ ამასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც არის უპრეცედენტო საქართველოს მიმართ და ეს ხომ არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ დავსვავ. ეს ხომ არ არის კიდე ერთი მცდელობა, რომ საქართველოში გამოიწვიონ დესტაბილიზაციის გამოსვლების. თქვენ გულისხმობთ, ეს არის ერთადერთი რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, რომ არ აღიარებენ ლეგიტიმიტეტს. არ აღიარებენ, ანუ მაბატე დედისგინების გარდა, ღია ტექსტი დედისგინების გარდა ყველაფერი წერია ამ რეზოლუციაში და აი უკვე ხვალ დაანონსეს ახალი ტალღა აქციების ახალი ტალღა ხვალ 15-ია. ხო წინასწარ მინდა მირქმა მოგილოცოთ მეგობრებო, მრავალს დაესწრა ჩართლა და ბედნიერად.
ხო და ხვალ დაიწყებენ ახლა ახალ ტალღას ესე თქვენ დაფრთიადნენ ასე თქვა შემართებულები არიან იმედი აქვთ მიღებული და მიცემული თავის დასავლეთ პატრონებისგან და ხო ესენი შეხედავენ რამდენად მოხერხდება საქართველოს ტერიტორია გამოიყენონ აგერ არის სომხეთი რომლის ანალოგიურად გამოყენება შეიძლება და ამიტომ ნებისმიერი ქვეყანა რომელიც დღეს ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის ამ შემთხვევაში არ მარტო ამერიკის შეერთებული შტატების ბრიტანეთის საფრანგეთის ასე ვთქვათ ძლიერი ამა ქვეყნისა არიან გავლენის ქვეშ უნდა ძალიან ფრთხილად იყვნენ რომ არ იყვნენ გამოყენებულები იმ დიდი გეგმის ჩასასვლელად რომლის დაწყებასაც ტრამპი და პუტინი უკვე ფიქრობენ და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან დიდი გარღვევა მაგრამ ჩვენ ყოველთვის როცა კარგი საქმე კეთდება ყოველთვის პირადად მე ყოველთვის ვარ ფრთხილი და ვცდილობ აი საფრთხე მაქსიმალურად აი თუნდაც 1% იყოს ეს გავთვალოთ და ვიცოდეთ რა შეიძლება ამას მოყვეს არ შეიძლება ესე ხბოს აღტკინებით კი გეთანხმებით და ალბათ გამოცდილება კიდევ უფრო აიძულებს ადამიანს დამთავრდა მორჩა ყველაფერი ვთქვათ ამერიკა და რუსეთმა ერთმანეთს გადაკოცნეს და სოფლიოს დაალაგებენ არა სოფლიოს დაალაგებამდე ალბათ რამდენიმე წელი კიდე დარჩა და ჩვენ ალბათ 30 წლისთვის გარკვეულ დაალაგების შუა წელში ვიქნებით 28-ში დაიწყება სავარაუდოდ ამას მოყვება ეკონომიკური ცვლილებები ამას მოყვება ძალიან ბევრი ფინანსური ორგანიზაციების გადახალისება ასე ვთქვათ აღსანიშნავია ეს ფაქტიც რომ ირანთან ხელმოწერის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელმოწერის შემდეგ შედგა კი ეგ ძალიან თვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია 11 იანვარს მოაწერეს ხელი და რამდენიმე დღეში მე მოხდა აი ეს ინაugurაცია და რაც მოხდა შემდგომ რუსეთმა მოაწერეს ხელი ანუ წინა გადაცემაში ბატონ დავითთან თქვი გუშინ თუ არ ვწები რომ ირანის შემოვა თამაში და ეს კიდევ ერთი ნიშანია ჩემთვის რომ ირანი ამ ორ ქვეყანასთან მოახერხებს ურთიერთობის დაალაგებას და ირანი გახდება ალბათ ძალთა კონცენტრაციის ერთ-ერთი ცენტრი რუსეთთან მე ძალიან ვშიშობ იმ ამბავში რომ ირანის როლი ალბათ ახლა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან არის გამოკვეთილი ახლო აღმოსავლეთში პლუს ამას ირანი არის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იგივე ჩინეთის ერთი გზა ერთი სარტყელის ასე ვთქვათ პროექტში და დიდი ეჭვები და შიშები გაჩნდა მათ შორის დასავლურ პრესაში ეს გამოითქვა ეს აზრები ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ ტრამპის რომ ხომ არ მზადდება ანტიირანული კოალიცია იმიტომ რომ ტრამპმა რაც გააკეთა ეს ჰააგის სასამართლოს დასანქცირება თუნდაც აი ამას გულისხმობ შევახსენებ მაყურებელს რომ ჰააგის სასამართლო დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თუკი ან ამერიკის ან მისი მოკავშირე ისრაელის მოქალაქეების მიმართ დაიწყებაო სისხლისამართლებრივი დევნა ეს მართლა უპრეცედენტოა იმ გაგებით რომ ესე იგი მაგალითად მე ან თქვენ ნებისმიერი მოქალაქე პატიოსანი ადამიანი ჩვენ რომ არ ვისურვებდი ნამდვილად ასე მდგომარეობაში ყოფნას მაგრამ რომ მოხდეს და აი რაღაცა საერთაშორისო დანაშაულს შეესრო ადამიანი ჩვენზე ხო არ არის დამოკიდებული და წახვიდე პატიოსნად სადღაც კულუარებში კი არა პატიოსნად წახვიდე სასამართლოში მისცე ჰააგაში ევროპაში ჩვენება რომ აი ესა და ეს ვნახე ამის გამო შეიძლება დაგასანქციროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რაც მთავარია ეს ვრცელდება მათ შორის ისრაელის მოქალაქეებზე და როგორც ჩანს აი ნეთანიაჰუს თითქოსო რაღაც საერთაშორისო ინდულგენცია მისცა რომ ან რაც არ უნდა გააკეთოს წინასწარ დაზღვეულია რომ ამერიკის შეერთებული შტატები იზრუნებს რომ მის მიმართ არანაირი საერთაშორისო სანქციები არ გატარდეს და ეს არის საფრთხის ეს გახდა ასე ვთქვათ იმ აზრის მიზეზი რომ ხომ არ გეგმავს ახალ რაიმე სამხედრო კამპანია სადაც სწორედ ირანი იქნება მთავარი მონაწილე ვისურვოთ რომ ეს ასე არ მოხდეს რა თქმა უნდა მაგრამ ეს შეები არის ნუ საფრთხე რა თქმა უნდა არის მაგრამ ამ ფონზე რაც ახლა ჩვენ ვიხილეთ ეს სატელეფონო გავიგეთ ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ ძალიან დიდი ალბათობით ეს გამორიცხულია ამ ორი ქვეყნისგან ანუ შტატების და რუსეთისგან მაგრამ საიდანაც დავიწყეთ საუბარი თუ აქ ჩაერია ეს უხილავი ძალები და ეს უხილავი ხელი რომელსაც შეუძლია მოახდინოს დესტაბილიზაცია ნებისმიერი პროვოკაცია მოსალოდნელია ნებისმიერი პროვოკაცია რომელიც აფეთქებს რეგიონს და ამაზე არის გათვლილი აქ არის საუბარი შეიძლება მოხდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერაქტი მოხდეს რაღაც ისეთი რამ რომელიც აი ამ კონსტრუქციულ დიალოგს
გადაიტანს უკვე სხვა რელსებიდან გადაიყვანს 1000 ტექნოლოგიური კატასტროფა შეიძლება მოახდინონ და არის ახლა ნუ შევართ კონსპიროლოგიაში, მაგრამ არის რაღაც საშუალებები რომ მოახდინონ და გავლენა იქონიო გარემოზე. ანუ თუ აქამდე მივიდნენ და ამ ძალებმა დაინახეს რომ მართლა ლაგდება მსოფლიო და მართლა ეს 35 წლიანი, ნუ 40 წლიანი ავიღოთ, ძარცვა სრულდება კაცობრიობის და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა დღეს არ არის ის რაც იყო 50-იან წლებში, ხო, ჩვენ ვთქვით, მაშინ იყო 50% მსოფლიო ჟპ-ს, ახლა არის 16%, ხო? ეკონომიკური პრობლემები არის, რა თქმა უნდა, მაგრამ არ გამომივიდეს კომუნისტების დროინდელი პოლიტოლოგებივით, მათხოვარი ამერიკა, არა, ამერიკა მათხოვარი არასდროს არ იქნება, მას თავისი ადგილი ექნება, აქვს და ქონდა, მაგრამ უნდა განისაზღვროს მისი მადა. არ შეიძლება არც ქრისტიანულად არ ნებისმიერ ქრისტიანობა ვიყოთ, ნებისმიერ რელიგიიდან ავიღოთ, არ შეიძლება ერთი ადამიანი მაძღარი იყოს და მილიონი მშიერი. უბრალოდ ბუნების კანონი ირღვევა და ეს ბუნების კანონის დარღვევა მთავრდება ამა თუ იმ კატასტროფით. ამავდროულად ამერიკის შეერთებულ შტატებზე ძალიან დიდი რაოდენობით სისხლი არის. ძალიან დიდი რაოდენობით სისხლი არის 47 წლიდან დღეს სტატისტიკას ვეცნობოდი 47 წლიდან 97 წლამდე 83 ქვეყანაში მოახდინეს გადატრიალება ან ხელისუფლების დამხობა. წარმოიდგინეთ, ესე იგი, კაცო რამდენი ქვეყანაა? დაახლოებით მე-13 ქვეყნები მოეცა ამერიკის დარტყმის და სასჯელის თუ როგორ ზნებათ ამის ქვეშ. ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქ დღეს ბერკეტი ტრამპის სახით ვლადიმერ პუტინთან ერთად და რა თქმა უნდა ჩინეთთან ერთად რომ მოახდინოს კაცობრიობის მსოფლიოს დალაგება ისე როგორც ადამიანებს ეკუთვნის ადამიანურად და არა ისე ცხოველურად როგორც აი ბოლო განსაკუთრებით 20-25 წელია მეტისა ადამიანმა სახე თუ დაკარგა უფალმა მოგცა მიწა მოგცა წყალი ყველაფერი და მოიხმარე და იცხოვრე ადამიანურად მაგრამ ჩვენ ამას ეტაპობრივად საუკუნეების მანძილზე და განსაკუთრებით ბოლო ერთ საუკუნეა ელვისებური სისწრაფით ვანადგურებთ იმას სადაც ცხოვრობთ და სადაც სხვაგან წასვლის საშუალება არ აქვს და სწორედ ამ სხვაგან წასვლის არ საშუალება აი ძლიერი ამ ქვეყნისა ეს მსოფლიოს დააფიქრა ამ ყველაფერს. კი რა თქმა უნდა დააფიქრა იმიტომ რომ ვერცად ვერ გაიქცევიან და ვერც ის ბუნკერები უშველი და ვერც ის აირწილაღები და ვერც ის შენახული მილიონი. სხვა შორის აი ბატონ მიხეილ თუ გავაგზავნებთ საუბარს ტრამპის გზავნილებთან დაკავშირებით ალბათ არ ვიქნები ერთადერთი ვინც ეს შენიშნა რომ ტრამპი ღიად გამოხატავს საკმაოდ დიდ სიმპათიებს პერსონალურად ვლადიმერ პუტინის მიმართ ასევე რუსეთის მიმართ რუსი ხალხის მიმართ ის ხშირად აკეთებს ესეთ კომპლიმენტების შემცველ განცხადებებს. გარდა ამისა, აი ჰააგის სასამართლოზე ვსაუბრობდით და მაგალითად ჰააგის ის მოსამართლე დაასანქცირა ხა ბოლო გადაწყვეტილებით, რომელმაც პუტინის წინააღმდეგ გამოიტანა მაშინ ის ცნობილი გადაწყვეტილება. მან განაცხადა, რომ მას სურს დაბრუნდეს რუსეთი დიდ შვიდიანში და ეს ინიციატივა აქვს და ნუ ერთი სიტყვით ის როგორც ჩანს, არ ვიცით რა მიზეზით ეხა ბევრი მოსაზრება გამოითქმის, რომ ეს იმიტომ რომ ჩაშალოს ჩინურ-რუსული ალიანსი. რაც გინდა იყოს ნებისმიერ გასაგებია რომ ამ ყველაფერს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე აკეთებს, მაგრამ ძალიან პოზიტიურ მესიჯებს აგზავნის რუსეთთან მიმართებაში. არ ვიცი, ჩვენ სხვა არ გვეცადა რომ მაგალითად აი ამ შეცვლილი რიტორიკის ფონზე ჩვენი რადგან არ ესმით, მიგვემართა ამერიკის აკაური საელჩოსთვის, რომ აი თქვენი ადმინისტრაცია როგორც იქცევა ძალიან მოგწოს, მაგრამ ბავშვი ჩვენც ეს სურვილი გვაქვს ეხა და დაგვეხმარეთ ჩვენც ამ ურთიერთობების გადატვირთვაში. არის მე მგონი ეს ის მესიჯი იქნება, რომელიც ლიბერალებისთვისაც მისაღები უნდა. ვისთან გადატვირთვაში? რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვაში. გაგვიწევს ამერიკა შუამდგომლობა თვითონ ისეთებს აკეთებს რომ ახლა ჩვენგან რატომ უნდა ეწყინოს ეგეთი ვალდევის ახლა თქვენ გამახსენეთ 1992 წლის სომხეთის პრეზიდენტის ტერპეტროსიანის და კლინტონის 4 საათიანი შეხვედრა სადაც მთელი ამ სომხური ლობის ზეწოლით და გავლენიანი სომხების ზეწოლით 4 საათი მიდიოდა საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიეცანება სომხეთისთვის რომ ქონოდა სტრატეგიული, ეკონომიკური, პოლიტიკური და მათ შორის სამხედრო ურთიერთობა რუსეთთან. წარმოგიდგენთ, აი სწორედ აი ამ 92-ში ტერპეტროსიანის დროს, სწორედ აი ამ ძალისხმევამ, ეს ძალისხმევა იყო სომხეთს, მანამ სანამ ეს ავანტურისტები არ მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომლებიც
დღეს ცდილობენ რაღაცნაირად ანუ ეხლა ჩემი ნახევრად ხუმრობით ნაკვამი. არა, თქვენ ნახევრად ხუმრობა არ არის სულად ხუმრობა, იმიტომ რომ მე კიდევ ეს გამახსენდა უსვათ, რომ პეტერ პეტროსიანი პირდაპირ თქვა რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც აბსოლუტურად ჩვენი სამეზობლო ყველა ერთ მდგომარეობაში ვიყავით, პოსტსაბჭოური ქვეყნების შიმშილი, უგაზობა, უდენობა, ანუ პერიოდში მე დავდიოდი იმ ქვეყნებში და ვიცი რა მდგომარეობა იყო, ხო, მეტნაკლებად, ნუ ჩვენ ყველა ძლიერ მდგომარეობაში აღმოჩნდით ჩვენი ჭყალებში სიბრძნიდან გამომდინარე, ხო? მაგრამ არც სომხები არ იყვნენ უკეთეს მდგომარეობაში, განსაკუთრებით, როდესაც რკინიგზა ჩაიკეტა და აფხაზეთ დავკარგეთ. ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა ეხლა შეუძლია ითამაშოს პოზიტიური როლი. შეიძლება ნებართვა არა, მაგრამ თვალი დახუჭოს. ანუ რაზეა საუბარი? თუ თვალს დახუჭავს, ეს უკვე ნებართვაა. კი ბატონო. არ არის აუცილებელი მიმართო. მე თქვენ რაღაც რო გნებავთ, რო ვიცი რო გჭირდება. მე არ მინდა რომ მთხოვო. მე ისე უნდა აღმოგიშვი, არ დახმარება, ან მიგითი თუ ან გაგზნობიო. ამიტომ ეს სულაც არ არის თქვენ რა ბრძანეთ. ახლა ესეთი არარეალური სურათი. დავжეთ ვილაპარაკოთ. ყველას თავის ინტერესები ქონდეს. რაზე ახლა საუბარი უყურეთ. ამერიკის შეერთებული შტატებს აღარ უნდა ჭირდებოდეს აი ამ ურთიერთობის დალაგების შემდეგ რუსეთთან ისეთი ქვეყნები, რომლებიც პრობლემა შეუქმნის რუსეთს. ანუ თუ ეს საფრთხე მოეხსნა რუსეთს. აი გუშინ წინ ქალბატონი ზახაროვა საუბრობდა, რომ ნუ ამბობენ, რომ ჩვენო მიწები გვინდაო. ჩვენ იმდენი მიწა გვაქვს, 1/6 ხმელეთის და ოკეანეებში არის ქვეყანა ჩაფლული, ხო? ჩვენ სხვა პრობლემა გვაქვს, ჩვენ სხვა პრობლემა, როდესაც წავაგეთებს კავშირმა ცივი ომის შემდეგ დაგვიდგა რუსეთის დაშლის პრობლემაო და ეს ომიო, რომელიც არის უკრაინაშიო. ეს არ არისო რუსეთის დასანგრევათო. ჩვენო ვართო ერთ-ერთი საშუალება ევროპაზე დარტყმისო. რაც მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. გერმანია, რომელიც დღეს ამ სიტუაციაში აღმოჩნდა, ეს არის პირდაპირი შედეგი. მისი დაბალი დონის ხელმძღვანელობის საქმიანობის, რომელიც რუსეთთან მოახერხეს, რომ ის იაფი გაზი აღარ მისულიყო. რა მოხდა რამდენიმე დღის წინ კრივოროგი და რამდენიმე კიევი მოვადეთ დაიბომბა და რუსეთს გადაკეტა ზელენსკიმ ის ონკანი, იმისი რა ქვია, გაზის. რუსებმა ადგენენ და საბოლოოდ მოახდინეს აი ამ ხაზის განადგურება. და აბსოლუტურად გერმანია დასავლეთ ევროპა თლიანად დამოკიდებული გახდა იმ გაზზე, რომელსაც მიაწვდის ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ, როდესაც ნებისმიერი ქვეყანა აკეთებს განცხადებას, ის უნდა დაფიქრდეს საბოლოო შედეგი რა იქნება. დღეს საქართველოს ხელისუფლებისთვის საბოლოო შედეგი, აი უახლოეს პერიოდზე ვიძახი, ეს უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ ვერბალური განცხადება მაინც. აი ჩვენ სულ მაგას ვეხვეწებით მე მგონი მარტო ეგაკლია მაგ პროცესს, თორემ ზაობა ისედაც ჩანს იქით ამ ხრიდან, რომ აი რა ვიცი, ელოდებიან როდის გადავდგავთ რაღაცნაირად. ზუსტადაც აი ვერბალური ნაწილი აკლია მაგ ყველაფერს, რომ დაიწყოს ეგ პროცესი. მე ეგეთი შეგრძნება. რუსეთს აქ ერთი კარგია თუ ცუდია პარტნიორისთვის არ ვიცი, მაგრამ აქვს კოლოსალური მოთმინების უნარი, აი სასწაული, აი ხანდახან ბატონი ვახტანგ გოგოაძე ამბობდა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით დღეს ბატონი ვახტანგის დაბადების დღეა და რა ვიცი, ამ ადამიანმა ძალიან ბევრი გააკეთა თავის ცოცხლის მანძილზე და პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე, რომ ის რუსეთ-ქართული ურთიერთობები რაღაც გასულიყო ნიშნულზე და ამისთვის ძალიან ბევრი საყვედური და ბევრი ტკენა მიიღო და კიდევ ერთხელ მინდა იმ ქვეყანას მიულოცო და ღმერთთან ათელში ამყოფოს. ამბობდა, რომ ჩვენო არ შეიძლება რუსეთს ელაპარაკოს ზევიდან. იმიტომ რომ არავის არ უნდა ელაპარაკო. ანუ რუსეთს რო ელაპარაკები შედა აი შენ ეს გააკეთე ამ ტონით, არა. ქართველი თავადი რო ჩადიოდა. ქართველი ჩადიოდა რუსეთში და შედიოდა რუსეთთან და უნდა შენს თავადი ხარ, ეს თავადი ვარ. მაგრამ ამ თავადებს შორის ამას ჰქონდა ორი სოფელი. იმას ჰქონდა 22000 სოფელი. მაგრამ ის იღებდა როგორც თავადს. თანასწორს გაძლევდა ამის საშუალებას. ჩვენ ბოლო პერიოდში ასვხედავთ ერთმანეთს დაპირისპირებას და ამერიკის შეერთებული შტატების სამსახურში ჩამდგარი ქვეყანა. არ შეიძლება ჩადგე ვიღაცის წინააღმდეგ, ვიღაცის სამსახურში ვიღაცის წინააღმდეგ. შეიძლება ჩადგე ვიღაცის სამსახურში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ავტომატურად მოგვიწია რაღაცეები, ხო, მაგრამ იმის წინააღმდეგ არ უნდა იბრძოლო. უბრალოდ უნდა იყოს ვიღაცასთან იმეგობრო, ვიღაცასთან არ იმეგობრო, არ უნდა უმტრო. ჩვენ ეს ფუნქცია მოგვანიჭეს და ამ ფუნქციიდან გამომდინარე დღეს უკრაინა ნახეთ რა მდგომარეობაშია. პრაქტიკულად უკრაინა ეხლა იხვეწება, რომ მეც რაღაცა მკითხეს, როცა გაიყოფ ჩემ ტერიტორიებს. კი. მარტივად არის უკრაინის შემდეგ
რაც ახლა გააკეთა ტრამპა, რაც გააკეთა თავდაცვის მინისტრმა, რაც აკეთებს მისი გარემოცვა, უკვე ფაქტია, რომ შენ არავის აღარ ჭირდები. შენი ფუნქცია დაიკარგა და ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ძალიან დიდი სურვილი. რომ ფუნქცია დაკარგოდა რუსეთის აფეთქების. რუსეთის წრის ფუნქცია ჩამოუხსნოდა და ხა თუ ამერიკის შეერთებული შტატები ეტყვის, რომ ესენი აღარ არიან, ამათ აღარ არ მინდა ხა ისიც გავთქვა რა, აღარ ვაიძულებ შენ გიმტრონ ჩათვალეთო ჩვენი ურთიერთობა დაალაგდება ნელ-ნელა, მაგრამ ძალიან დიდი ნაბიჯებით. ჩვენ გვაქვს იმის უნარი ქართველებს, ჯერ არ დავიწყოთ და მე უცბად მივხვდეთ საქმეს და რუსეთის ძალიან დიდი მოთმინება. კაი, იმაში არის ნაპოლეონთან ბრძოლის დროს რო უკან იხავდნენ ლექსია, ხარ მინდა რუსულად თქვა, საყვედურობენ ახლობლები, რომ ძალიან ბევრი რუსულად საუბრობო და იქ არის რომ დიდი მოთმინება აქვს რუსებს. კოლოსალური მოთმინება აქვს, მაგრამ ყველა მოთმინებას თავის საზღვარი აქვს. ამიტომ მე კარგად ვიცი რუსეთი, ყოველ შემთხვევაში მაქვს ამის პრეტენზია და ვიცი, სად შეუძლიათ გიძმონ და ბოლომდე გაგიტანო და სად შეუძლიათ ზუსტად თავის ინტერესების და გამომდინარე გაატარონ სახელმწიფოებრივი ინტერესი. ჩინელი, რუსი, ამერიკელი, ებრაელი, ბრიტანელი იმპერიის, აი სახელმწიფო, შემდგარი სახელმწიფოების ყველა ლიდერი თუ ჩინოვნიკი, ის ჯერ არის ჩინოვნიკი და მერე არის რუსი, ამერიკელი, ბრიტანელი და ჩინელი. კი ბატონო, აი უკრაინა ვახსენეთ და ზელენსკის საკითხი ვახსენეთ, ეს ალბათ არ არის ჩვენი მაყურებლისთვის უინტერესო თემა, რა ეშველება ვლადიმერ ზელენსკის, მე დღეს ვნახე მისი განცხადება, რომ მე არ მინდა დავრჩე ჩემი ქვეყნის ისტორიაში ადამიანად, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინს უკრაინის ოკუპაციაშიო. ის ხედავს უკვე რომ ამ საფრთხის წინაშე დგას, ის ღიად საუბრობს ამ ყველაფერზე, ჯერ შეუძლებელია რომ ეხლა მიუნხენში მიმდინარეობს ხო კონფერენცია, სადაც როგორც ჩანს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უკვე იქნება მიღებული. ტრამპმა ყოველ შემთხვევაში განაცხადა ცოტა უცნაური ვითარება, ამან ტრამპმა გუშინ თქვა, რომ მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებთანაც გაიმართებაო მიუნხენში შეხვედრა. რაზეც მერე ზელენსკის ადმინისტრაციამ გაავრცელა, რომ ჩვენო არ ვიცითო ამის შესახებ, არ ვაპირებთ, არ არის მსგავსი შეხვედრა დაგეგმილია, მაგრამ როგორც ჩანს მიუნხენში უკვე ბევრი რამე წყდება. ჯერ თვითონ აი ისტორია რომ მეორდება მართლა ჩვენს თვალწინ, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს 1938 წლის მიუნხენის კონფერენცია, სადაც აი ჩეხოსლოვაკია ისე გაიყვეს, რომ არაფერი უკითხიათ საერთოდ ჩეხეთისთვის, პირდაპირ გადასცეს ადოლფ ჰიტლერს, ხო ვიცით ეს ცნობილი ისტორია და რაღაც აი უკრაინის ბედიც თითქოს გაავს აი ამ ყველაფერს. ზელენსკი იხვეწება, რომ ის დასვან მოლაპარაკების მაგიდასთან, მასაც შეეკითხონ აზრი, თუმცა ამ ყველაფერს პრინციპში დიდად არც ინტერესდება ამ ყველაფრით ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. რაბედი ელოდება, ასე ვთქვათ, ზელენსკის ალბათ პერსონალურად, ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ ჩემი აზრით ამ ადამიანის მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის, აი ლოგინის გადასაფარებლებზე და ბალიშებზე რო ეხატა ზელენსკის სურათები და არ ვიცი მაგითი იძინებდნენ და იღვიძებდნენ და მსოფლიოში გმირად იყო კაცი გამოცხადებული და დღეს არის აი ასეთ დღეში. არის ალბათ მისი ისტორია ერთგვარად ჭკუის სასწაული ბევრისთვის. ზელენსკის ეს მოთხოვნა მაშინაც აეყენებია ბრიტანელებისთვის, როდესაც პირველი სამშვიდობო მოლაპარაკება იყო დაწყებული და პრაქტიკულად იქ რომ მოლაპარაკება შემდგარი იყო, ჩათვალეთ რომ უკრაინა დღეს გადარჩებოდა. რა თქმა უნდა, მაგრამ მას უბრძანეს თავისმა პატრონებმა, რომ შენ უნდა იბრძოლო და მივედ, აი მაშინ რატო არ მოითხოვა ზელენსკიმ აი იმ მაგიდასთან მეც ჩემი სიტყვა მეთქვის და მე ეს არ მინდაო. არა, მარტივად არის საქმე რა, მარტივად არის საქმე. ყველა ერი სამწუხაროდ აგებს პასუხს იმ არჩევანზე, რა არჩევანსაც აკეთებს. ზელენსკი იყო უკრაინელი ერის არჩევანი. ვინმე დააძალა? კი ბატონო. ვინმე კაცი კიდევ მეორე ხან ვერ წარმომიდგენია თუ ასეთი სიგიჟე შეიძლება კაცმა ითამაშა პრეზიდენტის როლი კინოში და ამის გამო აირჩიეს პრეზიდენტ. ახლა რატო უნდა როგორ გითხათ რა, რატო უნდა ქონოდა უკრაინელ ხალხს იმის იმედი, რომ მასხარა, რომელიც ტიტველი გამოდიოდა. მათ შორის იგივე ვლადიმერ პუტინის წინ სხვათა შორის. ხო, ვლადიმერ პუტინის წინ და გიტარით იფარავდა რაღაც ადგილებს. რატო უნდა ქონოდა ამ კაცს ამის? ანუ აქ ჩვენ გვაქვს სერიოზულ გადახრებთან. ანუ წარმოგიდგენიათ, მაგრამ ამას რითი ვამართლებ? ესეთ მაინც არ მინდა რომ არც ქართველების შესწავლებზე, არც უკრაინელების შესწავლებზე, აი გერმანელი ერი რომელიც არის ჩემთვის სამაგალითო, დავარცხნელი, ჭკვიანი, გაწონასწორებული ერი, რაღაც 7 წელიწადში არც
გიტლერმა აქცია მოსტრატო. და ხალხს ატყავებდნენ. აბა. აი, წარმოგიდგენთ, არც ინტერნეტი იყო, მაშინ არც ტელევიზორი იყო, არაფერი. ანუ პროპაგანდამ იმხელა იმუშავა და აი ამ ვეირულმა რადიომ გადაცემების რო უყურებდნენ გებელსის გაერინგის გამოსვლებს და სიგიჟეებს. ანუ სიგიჟე და ესერი გახადეს მკვლელი. მკვლელიც არის და მკვლელიც ხო, მართლა. მკვლელი კი არა, სადისტებად აქცია. სადისტებად, ამ და ხალხს ატყავებდა და მე ხელთათმანებზე ანუ აღარ მინდა საუბარი, ხო? აი ეს არის და მე რატო გაიყო გერმანიაო? იმიტომ გაიყო, რომ უნდა გაყოფილიყო. თუმცა მათმა საქციელმა მიიყვანა. ღმერთი მე ესე გამიგია, რომ ღმერთი კი არ ჟის. შენი ცოდვები, ჩემი ცოდვები მჟის, მე აი ეს ცოდვების სიმძიმე აწვება ადამიანს და თუ არ გაიწმინდა არ მოიანანია ხარგადავალ მაგანხილებში, ხო? ამ მდგომარეობაში ვარ ჩვენც, ამ მდგომარეობაშია უკრაინა. ჩვენ გადავრჩით სიმცირის გამო. უკრაინა ბოლომდე გადაეშვა აი ამ მორევში. ნუ იქ ძალიან ბევრი რამ იყო ბანდერელებიდან მოყოლებული. უკვე საუკუნეების მანძილზე მზადდებოდა. იყო ეთყობა, დიდი ხანი მზადდებოდა ეს ნიადაგი, ნუ მე პოლონეთის ტერიტორიების შემოერთებამ და საერთოდ უკრაინა ისეთი კონგლომერატი შეიქმნა, სადაც და სხვა შორის ხრუშოვის პირველ კაცობის დროს, სტალინის მკვლელობის შემდეგ, პრაქტიკულად აი ეს ბანდერელების ტყეში იყვნენ გასულები. მათი 80% დააბრუნეს. ყირიმს მაშინ გადასცეს რამდენადაც ვიცი. კი და წელი არ მახსოვს უბრალოდ ვერ მოვიტყუები და ეს ხალხი დანიშნეს მაღალ თანამდებობებზე. მოგიგებთ? მაღალ აუკომის დიმნები, საოლქოს დიმნები. ეს იყო ერთგვარი კონტრრევოლუცია მაგდა. ეს იყო ტროცკიზმი. ანუ ტროცკიზმის განსახიერება იყო ხრუშოვი და მისი გარემოც, იმიტომ რომ ისინი ვერ მიხვდნენ რა ქვეყანა ჩაიბარეს. სტალინს აქვს ნათქვამი, ჩემს შემდეგო თქვენო როგორც ჭიაყელებს რაღაც სიტყვა, ესე რუსულად ვიცი, მაგრამ არ ვიტყვი, გაგჭყლეტენო და ამის ღირსები იქნებითო. იმიტომ რომ ამ ხალხმა აიმხელა სიმძიმეს, რაც სტალინმა დაუტოვა მათ. მათ შორის ეკონომიკა, მეცნიერება, კულტურა, განათლებას, ანუ ვერ გაუძლეს და მოინდომეს დასავლეთისთვის ამის გაყოფა. როცა ადამიანს ნიჭი არ აქვს და ძალიან დიდ ობიექტს უტოვებს მშობელი და არ აქვს ნიჭი, ცდილობს პარტნიორი იპოვნოს. და პარტნიორთან ერთად რაღაცა გამოძრეს, მაგრამ ამათ ისეთი პარტნიორი იპოვეს, ჩააბარეს ყველაფერი. ნუ აქ ადამიანური ფაქტორებიც იყო, რომ ძალიან გაზულუქდა ელიტა, ძალიან დიდი ფული შოვნა ნომენკლატურამ და ვეღარ ხარჯავდნენ ამ ფულს. ეზარებოდათ ერთდაიგივე ფერის, ერთდაიგივე მოდელის კოსტუმები ციარული, რამდენიმე რო ქონდათ. ვოლგები უნდათ, მერსედესები, ანუ კაი ცხოვრებისკენ, ფუფუნებისკენ, მე ცოლებმა დიდი როლი შეასრულეს იქ, იმათ მიუჩინეს დაზვერვამ, ცოლი მიუჩინეს, საყვარელი მიუჩინეს, ქალიშვილი გაუგიჟეს, ვაიშვილი გაუგიჟეს. თქვენ იცით რომ 60-იან და 70-იან წლებში 80-იანშიც საბჭოთა კავშირის დიპკორპუსის ელიტა ვინც იყო, აი კაი მამიშვილებს რო ეძახიან. ყველას უნდა ევროპულ ქვეყანაში საერთაშორისო მუშაობა. ვაკელები რო არის. ხო, აი დაახლოებით. არავინ არ მიდიოდა აფრიკაში, არ მიდიოდა აზიაში. სტალინის დროს იყვნენ ელჩები, რომლებიც აფრიკის ქვეყნებს კონსტიტუციებს უწერდნენ. აი ამ დონის დიპლომატიური სკოლა იყო და 80-იან, 60-იან, 70-იანებში უკვე ყველა დიპლომატის შვილი აი ესეთ ყველა ცდილობდა ევროპაში. აი ეს ევროპისკენ ტოლვა საერთოდ სამწუხაროდ რუსეთის ელიტას აქვს. რუსეთის ელიტა საუკუნეების განმავლობაში ვერ იტანდა თავის დაბალ ფენას. მამამ, პაპან, მამამ, ფრანგულად. ეხლა მე გადაირულნენ ამ ბრიტანეთზე. ვინც 2 კაპიკი იშოვნა რუსეთში, ყველა ბრიტანეთში გაუშვა შვილი, ხო? ანუ ეს თემა იმდენად იყო რუსებისთვის და რუსებს უნდოდა ინტეგრაცია. ინტეგრაცია უნდოდა და არ შეუშვეს. არც ერთი ფორმით არ შეუშვეს. ყველა მილიარდელმა ვინც იყიდა სახლი და ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა, დაიხშობითო, მტრის ყლაპითო, დროზე გაყიდეთ, ჩამოდითო. ყველას მიუბრუნდნენ. აი ხა ზელენსკის როგორც მიუბრუნდნენ. დეუბნებიან, შენ ჯვარიგწერია, შენ გატახსერებული და კორუმპირებული ხარო. ისე მიუბრუნდა იმ მილიარდერებს და კითხე, საიდან ეს შემოსავალიო? მე ბიჭო, 20 რო ჩამოვიდა და იყიდა ნახევარი ლონდონი. მაშინ რატო არ კითხე, საიდან? ეს არის დასავლეთის მტაცებლური ბუნება. და ამ ფონზე ჩვენ პატარა გამოფხიზლება გვაქვს, მაგრამ ეს გამოფხიზლებაც მერწმუნეთ არ არის საბოლოო. იქნება კიდე დიდი რყევები, ეს არ არის დასაწყისის, დასასრულის დასაწყისი, მაგრამ რა თქმა უნდა, კარგი ნაბიჯია და ჩვენ გვმართებს ახლა კიდე უფრო მეტი სიფრთხილე. ვიწრო და აი ეს კონტრრევოლუცია დავარქვათ. კონტრტრამპისტები ახლა არიან გავალებული ძებნაში, სად იპოვონ ვიწრო რგოლი.
სად შეიძლება გაწყვიტონ ეს ურთიერთობა. საინტერესოა რომ შევეხოთ თვითონ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ბედსაც ამ პროცესში. იმდენად მნიშვნელოვანი არის ახლა ეს ცვლილება, მე როგორც და ჩვენ რასაც ვადევნებთ თვალყურს, ძალიან ბევრი ფაქტორის გამო. მაგალითად იმ ფაქტორის გამო, რომ ჩვენ ამდენი ხანი გვესმოდა, რომ მაგალითად რუსეთთან ურთიერთობას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რუსეთი გადაგაგდებს ეს ხო მაგათი ფრთიანი ფრაზაა, რა აზრი აქვს რუსეთს დაველაპარაკოთ. აი ყოველთვის როცა მიდიოდა ამაზე დისკუსია და ამბობდა ვინმე საღიაზრის ადამიანი, რომ საჭიროა იქ რუსეთთან ურთიერთობა, კონტრარგუმენტი მოდიოდა, რომ აზრი არ აქვს, ისტორიაში არ ყოფილა შეთანხმება, რომელიც არ დაერღვიოს რუსეთს და ასე შემდეგ, გადაგაგდებს რუსეთი. დღეს ახლა გადაგდებული ვინ არის ამ პროცესში ძალიან კარგად პირდაპირ გაგებით გადაგდებული არის უკრაინა, ხო? ამ პროცესში ამას ძალიან კარგად ხედავთ, ან ღიად, აი ისე რომ სახესაც არ უნარჩუნებენ რა, რაღაცა ისეთი მაინც რომ იყოს, რომ სახე შეუნარჩუნონ ზელენსკის ამ ქვეყანას, არა, საერთოდ მაგიდასთან არ სვამენ, ისე გადააგდეს უკრაინა, უკვე შეგვიძლია ამის ღიად თქმა. აი ამ ჩვენ პროდასავლურ ფლანგს რა ბედი ეწევა, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ ილუზიებით კვებავდნენ ჩვენ საზოგადოებას. დღეს ხო ნამდვილად მთავრდება ამ ქვეყანაში ეს პროდასავლური სიგიჟე, ყოველ შემთხვევაში რასაც ვადევნებთ თვალყურს, ამ ფორმით რა ფორმითაც ბოლო 30 წელი ეს ხდებოდა, ნამდვილად ვეღარ გაგრძელდება, იმიტომ რომ ვეღარ ალბათ უჩნდება რა ყველა ადამიანს რაც არ უნდა დაზომბირებული იყოს პროპაგანდით, ეხა შენი თვალით რო ხედავ რა დაიმართა ამ უკრაინას, შენს ტვინშიც რაღაცა ხონდა გადატრიალდეს რაციონალური, არა? მე მაგალითად აი ბოკერიას კომენტარი ვნახე და მაინტერესებს ეს ნარატივი რო გავარჩიოთ. ბოკერია თავის ამომრჩეველს ასეთ რამეს ეუბნება, რომ როდესაც მოხდება ტრამპის და პუტინის შეთანხმება, ეხლა ეს იქნება პუტინის მარცხი. იქიდან გამომდინარე, რომ მან ვერ მოახერხა უკრაინის ბოლომდე განადგურება, რაც იყო მისი მიზანი და რადგან ეხლა შეთანხმდებიან და ბოლომდე არა, მაგრამ ნახევარს აიღებს და კიდე რა გარანტიებს მიიღებს ეს ალბათ უახლოეს კვირებში ვნახავთ, ეს პუტინის მარცხია, იმიტომ რომ გაიმარჯვა ფაქტიურად ეხლა მაგათ თვალში უკრაინა. ისიც რა, მომდაგის, მე ვიცი თქვენ რას გულისხმობთ. რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ ეს მარცხია. აბა, წააგო რუსეთმა. და ეს მათი მომხრეები იტყვიან, რომ წაგებული აქვს რუსეთს და всё. მაგრამ უყურეთ, ბოლო 12 წელი საქართველოს საბჭოურ ქვეყნებში გვაქვს მახინჯი, აი ამოვიწერე, ჰიბრიდულ სოცკაპიტალიზმი. მახინჯი ჰიბრიდი სოციალისტურ და კაპიტალისტურ წყობა შორის. აი მარაზმში. რაც შეეხება ხა რუსეთის სიტყვის ნდობას. 1800 პირველი წლიდან 1917 წლამდე. რუსეთმა გადაგვაგდო? არ გადაგვიგდო. ხო? 1921 წლიდან 1990 წლამდე. რუსეთმა რამეში გადაგვაგდო? ერთი სიტყვა უბატონოთ ვინმე გაგვიბედა? 21 ავიღოთ 90 ვინმე უბატონოთ გაგვიბედა სიტყვა? მათი ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ 1800 პირველიც გადაგდება იყო, იმიტომ რომ არა ბატონო 1793 წელს დადებული გეორგიევის ტრაქტატი ერეკლეს შვილებმა და გერებმა და ვინც ყავდა სუმნაც ერთმანეთს ასწრებდნენ სტამბულში და თეირანში სირბილი. ძალიან ძლიერი თურქული გავლენები. მე დამნიშნეო და უყურა რუსი იჯდა ესე და უყურა და მე ახლაც მეშინია. რუსი კიდე ესე არ იჯდეს. რაღაცა პერიოდი თუ ჩვენ დასკვნები ვერ გავაკეთეთ და არ დავიწყეთ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და მე არ აღმოჩნდეთ ცუდ მდგომარეობაში. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა უნდა დავიწყოთ უკვე ხვალ. უნდა დავიწყოთ გუშინ, მაგრამ ხვალაც არ არის ძალიან გვიანი და კიდე რაღაცეები გუშინ ვისაუბრებ ბატონ მერავთან ამის შესახებ. ჩვენს ეთერში ჩაირთვება ცოტა ხანში რამდენიმე წუთში ინტერაქტივი და უკვე მაყურებლის მოსაზრებებსაც მოვისმენთ, თუმცა მანამდე გითხავთ, აი დაუშვათ და გადავრჩით რაღაც რისკებს და შედგა ეს შეთანხმება საბოლოო ჯამში, დასრულდა უკრაინის ომი. რთულია ვთქვათ ალბათ ეხლა რაღაც კონკრეტულ პირობებზე საუბარი, რომ რა პირობები დამთავრდება და ასე შემდეგ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს გავლენა, ჩვენ ქვეყნისთვის პოზიტიური გავლენა. რა შესაძლებლობებს გახსნის თქვენი აზრით ამ ყველაფრის დასრულება საქართველოსთვის? იქნება თუ არა მაგალითად ჩვენი ხელისუფლებისთვის ბევრად უფრო ადვილი გაიხედოს სხვა მიმართულებითაც გარდა დასავლეთის მიმართულებით? აი ამ თუ შეიცვლება რამე რომ ჩვენ ხელისუფლებას მოიხსნას ის კომპლექსები რა კომპლექსებში ცხოვრობს ბოლო პერიოდია. დღეს მიულოცე მე ქართულ ოცნებას ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია. აი მართლა მთელი გულით მიულოცე, როგორც საკუთარ თავს მიულოცავდი, იმიტომ რომ უკვე საბოლოო კიდე რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ ხელები გაგიხსნას. ანეკდოტი მახსენდება, კაცი რომ მივიდა ნასვამი და ეს ეთყობა იქ დაგჩაო და ბოლოს ვერ მოიფიქრა რა ეთქვა ცოლის და ქალო მოიფიქრე თორე დაგვენგრა ოჯახიო. მეტი რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა.
რომ მიხვდეს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ არანაირი მორალური, იურიდიული, ზნეობრივი, რა ვიცი, ყველა ბერკეტი ყველაფრიდან თავისუფალია. გამოვა ახლა მე რო ვიყო ხელი, გამოვიდოდი და ვეთყოდი ამ ლიბერასტებს. ბიჭო, გადაგაგდოთ, ამაში გადაგაგდო, ამაში. კიდევ უარესი ზავენ ესენი. ესენი იმდენს იზავენ, რომ საელჩოები აქედან გაიქცევიან. აი როგორც კი ვიზა ლიბერალიზაციას მიადგებენ და ამით მოიდომებენ ხალხის გამოყვანას. იქნება ეგ. კი, აუცილებლად იქნება. აუცილებლად გაუკეთებენ ოცნებას მაგას. ყოველ მიზეზს გაერშე თუ აი თქვენი პოსტულატი არ გამოიყენა ოცნებამ და ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩააყენა შუამავლად, რომ დაგვანებეთ თავის მოო შეგვეშვით, მიგვიშვით რუსეთთან სალაპარაკოთ, იმიტომ რომ ციფრები უნდა დაუდო. დასავლეთ შენ რამდენი მოგცა, რამდენი წაიღო და რა ზარალშია საქართველო. დაწყებული მსუბუქი, ძიმე, სოფლის მეურნეობა, საკვების მრეწველობა და ასე შემდეგ. ჩვენ თუ ამას ყველაფერს დავდებთ, ჩვენი ვალი ჩვენ კი არა გვაქვს დასავლეთის ვალი. შეიძლება 1-0-ია მისამატებელი, რომ იმათ ხონდეთ ჩვენი ვალი. ამიტომ აქ არის ძალიან ესეთი სუფთა სამუშაო, იუველური სამუშაო, რომელთაც ჩვენ დასავლეთს ვაჩვენებთ. თვითონაც იციან რომ წამსვლელები არიან. შემოდგომის ბუზებივით არიან ესენი. კიდევ ვიმეორებ, ისე ნუიზავენ, რომ ქართველები ხო თავის თავს ჩვენ არასდროს არ დანაშაულებთ. არასდროს. ჩვენ ვიპოვეთ ახლა განტევების ვადს, რომელიმე საელჩოს, მე მიუვარდებით იმ საელჩოს. აი, თქვენი ბრალი არ არის ეს. კივილი და ეს საელჩოები ეთქვენ, გიჟები არიან ესენი, როგორ ზელენსკიზე ამბობენ. აიკრავენ გუდანაბats და დატოვებენ ამ ქვეყანას ისე როგორც დატოვეს 21 წელს. ერთმანეთს ასწრებდნენ ფოთში. გებებს. ეს არის ალბათ ყველაზე სამწუხარო სცენარი. აუ სიამოვნებით, აი იქ დერეფანს გაუკეთებთ პირობაზე ყვავილებით მე მოუწოდებ ხალხს რომ ყვავილებით დავდგეთ აეროპორტში და გავაცილოთ ეს მანთურქები და ეს ოკუპანტები ესენი არის 32 წელი საქართველოს ოკუპანტები დასავლეთის საელჩოების 90%. ზარი გვაქვს ეთერში ბატონო მიხეილ, შეგვიძლია მოусმინოთ მაყურებელს. გამარჯობათ, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. შეგიძლიათ ბრძანოთ თქვენი მოსაზრება. მოგესალმებით ბატონო სანგო, მოგესალმებით ბატონო მიხეილ. სალამი ბატონო. ყველაფერს იგეთახებით შემოგარგებო. მე ერთი რამეს მაგონებს ქართული ოცნება. აი თუ გექნება რა თქმა უნდა ნახე მულტფილმი. თავს როგორ ააცევენ ზეხვად. კი ბატონო, ძლეთამძლე ქვია, ხო მე. ანტალებს და ოფრომოდის. აი ზუსტად ამას მაგონებს ქართული ოცნება. ეთახობთ თუ არა ამაში. ქართული ოცნება მე მაგონებს ხელისუფლებას, რომელმიც მაქსიმალურად შეეცადა იმ მოცემულობით, რაც დღეს შიგნით და გარეთ აქ და რა მასალასთანაც უწევს ურთიერთობა. მე პირდაპირ ვიტყვი, ქართული ოცნების გარკვეული ნაწილი არ არის მომხრე ამ ურთიერთობების ამერიკის შეერთებულ შტატებსა რუსეთთან. ეს არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა. მე აღარ ვიძახი ქვედა ფენებში რა ხდება. ამიტომ ის ნაბიჯები ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს ქართულ ოცნებასთან ძალიან ბევრი პრეტენზია გვაქვს, მაგრამ ომთან დაკავშირებით, ომში არ ჩათრებასთან დაკავშირებით ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ ხარდაჭერის საგანი. ეხლა რაც შეეხება გაბედავს თუ არ გაბედავს. მე არ მინდა რომ გააბედინონ. მე მინდა რომ ერთი თვით ადრე თვითონ გაბედონ. ყველა ვარიანტში მოგვიწევს ამას საუბარი, ყველა ვარიანტში მოუწევს გაბედვა, ოღონდ საუბარი არის როგორ გაბედავს. რა მდგომარეობიდან და როგორი და ამიტომ ვართ ჩვენაირი ხალხი მიუხედავად ძალიან ბევრი წყენისა, მიუხედავად ბევრი კითხვებისა ოცნებასთან, აი უნდა ნელ-ნელა ასე ვთქვათ მივაწვეთ ბოდიში ამ გამოთქვაზე, რომ აი მივიდნენ იქ სადაც მისასვლელები არიან. ახლა თუ ვერ მივიდნენ, ჩვენც მართლები ვიქნებით ღმერთთანაც, თქვენთანაც, ხალხთანაც და მომავალთანაც. საინტერესოა იმ პროტესტის მონაწილეების, ასე ვთქვათ, მათ განწყობებზეც რომ ვისაუბროთ 2 სიტყვით, მანამდე უბრალოდ ნომერს ავიკითხავ 0322 გახლავთ ჩვენი სტუდიის ნომერი და დარეკეთ. ზარია ისევ ეთერში, მოდით სანამ შემდეგ კითხვას დავსვათ მაყურებელს მოусმინოთ, ჯობია. გამარჯობა, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ და შეგიძლიათ ისაუბროთ. მოგესალმებით, საღამოშვიდობის ბატონო მიხეილ, ბატონო თენგო. მოგესალმებით, მადლობა რომ გვირეკავთ. მე მინდა ვისარგებლო თქვენი ტელევიზიით და თუ უსმენს ოცნება ურჩიო რომ თქვენი სანა ხალხი შეიყვანოს პარლამენტში და მორჩეს კინკლაობას აი ამ ფსევდო ოპოზიციას რომელიც ძირს უთხის საქართველოს ერთიანობას და საქართველოს საერთოდ ღირსებას სოფლიოში. ეს არის უკვე მავნელობა მაგითი მხრიდან. კი ბატონო, დიდი დაბიჯია და ვესალმებით, რომ ომი აგვარიდა, მაგრამ ის რომ
აი ეს ხალხი გამყიდველები ხარს გვერდში და მაგათ ებზვის, ეს არის დიდი დანაშაული ოცნებისა. ეს რუსულად იტყვიან воздвигнуть препятствие и мужественно переозадливать его. დიდი მადლობა. მადლობა ჩვენ პარლამენტში ვიქნებით თუ არ ვიქნებით, ალბათ მოხდება ეგ ამბავიც. ხოლო პარლამენტში მაშინ უნდა იყო, როცა შეძლებ გარკვეულ ბერკეტები გექნება და გექნება მანევრის საშუალება და ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა. მერწმუნდეთ ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენმა პარტიამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ძალიან ბევრმა დეპუტატმა. ძალიან ბევრი დეპუტატმა და ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ. არა, ბატონო, მნიშვნელობა შენ პარლამენტში ხარ თუ არა ხარ. შენ თავარი აკეთო ის საქმე, რისიც გჯერა, რისიც გწამს, რაც ქვეყნის არის კარგი და რაც ქვეყანას მოუტანს და ჩვენ ახალგაზრდებს არ გააქცევს აქედან. ამ ქვეყანას 35 წელი პერსპექტივა დააკარგინოს. დიდი მადლობა ზარისთვის. მომდევნო ზარი შემოვიყვანოთ სტუდიაში. გამარჯობათ გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ ბატონო დემო, გამარჯობათ ბატონო მიხეილ. სალამი, მადლობა რომ გვირეკავთ. გისმენთ, შეგიძლიათ ისაუბროთ. მე ერთი აი ესეთი რაღაცა მინდა გთხოვოთ რა. ვერ უნდა მოახერხოთ ისა, რომ ეს გამყიდველები რო ჩადიან და ქვეყანას უჩივიან, ესენი თვითფრინავიდან არ შემოუშვათ და არ შემოუშვათ საქართველოში. რამდენი ხანი უნდა ავიტანოთ ესენი? როგორ შეიძლება საქართველოს გამყიდველები ისევ რუსთაველზე დასეირნოდნენ? აი გთხოვთ გამეცით პასუხი. მადლობა, დიდი კი ბატონო, ამ საქართველოს გამყიდველებს საკმაოდ დიდი ზურგი აქვს დღესაც. თუნდაც ამ საელჩოების სახით, თუნდაც იმ ასე ვთქვათ დაფარული ძალების სახით, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, რომელსაც შეუძლია პუტინსაც და ტრამპსაც შეუქმნას პრობლემა, მაგრამ მერწმუნდეთ, თუ ასე გააგრძელა ოცნება, როგორც აი ეს ამ ნაბიჯებით გააგრძელა, ჩვენ დაახლოებით წლის ბოლოს შეიძლება ისინი ვეღარ ვნახოთ პოლიტიკურ ასპარეზზე. ამას ბევრი რამ შეუწყობს. მერწმუნდეთ, დარწმუნებულა როცნებაში არის ხალხი და არის ხალხი ვიცი ამის შესახებ, რომელსაც ამის გაკეთება უნდათ 1 წლის წინ, 2 წლის წინ, მაგრამ არ იყო ამის მოცემულობა. რუსეთმა ვერ მოახერხა თავის საფინანსო სისტემა მოაქციოს თავის ინტერესებში. თქვენ იცით რომ რუსეთში რამდენიმე წელი ომი რო დაიწყო, რუსეთის ბანკი კატასტროფული პროცენტით აძლევდა სამხედრო სამრეწველო კომპლექსს, კერძო სტრუქტურა ვინც იყო, რომ დაემზადებიათ იარაღი. იქ ძალიან დიდი ცვლილებებია, თქვენ არ იცით, არ აფიშირდება. იქ მოხდა ძალიან ბევრი ცვლილება რუსეთის მმართველობაში. ანალოგიური მდგომარეობა ჩამოგვიშლიან ამ ლარს, ჩამოგვიშლიან ამ სისტემას და მე ავტომატურად აღმოჩნდებით 1 მილიონი ლარი იქნება 1 პური. მე არ ვამართლებ ოცნებას. ეხლაც ვიმეორებ ოცნება აგვიანებს, მაგრამ ეს მოცემულობა შეიძლება ნაბიჯი გუშინ გადადგმული ყოფილიყო ადრე და ხვალ გადადგმული იყოს გვიან. აი ეს ოქროშუალედია სანახავი და ალბათ ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ერთ რამეს მაინც ვიტყვი. აუცილებელია ხა მოსკოვში წასვლა. აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობა, მით უმეტეს ამ ფონზე და მერწმუნდეთ, ევროპელების გარდა ამერიკელები ჩვენ აქ პრობლემას აღარ შეგვქნია. ისევ ზარი გვაქვს ეთერში, შემოვიყვანოთ მაყურებელი, გამარჯობათ გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. მოგესალმებით? გამარჯობა, ჩემი. სალამი, ისმის ბატონო, ისმის, დიახ, შეგიძლიათ ისაუბროთ. მადლობა რომ გვირეკავთ. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით, მე ძალიან უსმენ ყოველთვის თქვენს გადაცემას. მადლობა ბატონო. ჩვენ ქვეყანა სჭირდება დღეს ზუსტად იმას ხვიტას და იმაზე საუბრობ. რა მინდა ეხლა განსაკუთრებით თქვა და ყველას გასაგონოთ. ჩვენ დღეს თუ ვარსებობთ ჩვენ რუსეთის დამსახურებით. ჩვენ რუსეთმა გადაგვარჩინა საერთოდ გააქრობას და განადგურებას. ეს მათი დამსახურებაა დღეს რო ჩვენ ვარსებობთ. უმადურობაზე საშენელება არაფერი არ არის და ნუ ვიქნებით უმადურები და ასევე ვთხოვ ჩვენს მთავრობას რომ განაახლონ ურთიერთობა რუსეთთან, ჩავიდნენ და აილაპარაკონ ჩვენ იმის გარეშე ვერც იმ კუთხეებს დავიბრუნებთ და ვერც ვიარსებთ. საერთოდ გავქრებით, შევგჭამეთ, გაგვანადგურებენ საერთოდ ჩვენ თუ რუსეთთან არ გვექნა ახლო ურთიერთობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ზარისთვის. მადლობა. იცით რა არის ბატონო მიხეილ, აი ჩვენი მაყურებელი ძირითადად ხო ამ განწყობაზე არის ხოლმე. ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის გვიხარია რომ თანხმობა არის ჩვენსა და მაყურებელს შორის, თუმცა საზოგადოების რაღაც ნაწილი ხო არის და დიდი ნაწილი არის ისეთი, რომლებიც არ ვიცი ხა აი ამ ზარს მაგალითად მიიღებდნენ ტრაგედიად, რომ როგორ რუსეთს მადლობა რატომ და გადავხადოთ
და რა უყოთ მაშინ აი იმ ისტორიულ ფაქტებს, რომლებსაც ხშირად ატრიალებენ ხოლმე დაღუპული ქართველები, არ ვიცი რაღაც სხვადასხვა 21 წლის გასაბჭოება და ასე შემდეგ სხვა შორის თებერვლის თვე არის ხა და აქტუალურია ეს თემა. აი იმ ხალხისთვის რამდენად შეიძლება რომ ის ყველაფერი რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა და ასე შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მაინც გახდეს მისაღები ნორმალური მოვლენა, ან არ ვიცი, აი რას უნდა ველოდოთ. ისინიც ხო ამ საზოგადოების ნაწილი არიან. მათი განწყობასაც ხომ ჩვენ ეხლა ნახეთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდით ჩვენი პარტია, ეხლა წინა ბატონს მინდა უპასუხო. ჩვენი პარტია, რომელიც ერთ წლის განმავლობაში უკვე წელიწადზე მეტია, მაქსიმალურს ყველაფერს აკეთებს და გუშინ წინ ბატონი მამუკა ფიფია შეხვდა ბატონ კალაშნიკოვს. ეს არის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელთანაც იყო ძალიან საინტერესო საუბარი, ისევ საქართველოს ინტერესებს თორე ხა მამუკა ფიფიას არანაირი თავისი ინტერესები იქ არ აქვს, მერთა ხელი მოუმართოს და აწყობილი აქვს საქმე, ხო, თავის საქმე აქვს და წინვალეთ უძღვება. მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა. იმ ხალხში არა, ვინც ჩვენ გვიყურებს, ვინც გავბედავდა ნორმალურად აზროვნებს. არა, აი ეს ჭკუა ნაღრძობები. იცით რატო ნერვიულობენ? როგორც კი დალაგდება რუსეთთან ურთიერთობა, მათი ადგილი აღარ დარჩება. როგორც კი მზე ამოდის, რაღაცეები დნება. ამიტომ აქ ამ მზის ამოსვლაზე კატასტროფული შიში აქვს. და თქვენ რა ბრძანეთ იმაზეც გიპასუხებთ. გამორიცხული არის დღეს საქართველოს წინსვლა, საქართველოს ეკონომიკური, ფინანსური, თუნდაც მორალური. ჩვენ რა გვიქნეს? აი გუშინ გავაზიარე ფესვები ფილმის. ბოლო ნაწყვეტი, აი რამდენჯერაც უყურებ ცრემლი მერევა. ეს იყო ადამიანობა. 60 წელი გავიდა ბაბუაჩემი ვიღას ემახსოვრებაო და რო ჩადის იქ მთელი სოფელი ხვდება. ეს არ არის მოგონილი. ასე იყო. ასე ჩავდიოდით ჩვენ ჭირში და ხინში, ჩემ ბავშვობაში. ასე იყო, თქვენ არ გამახსოვრებათ ეს. როცა მთელი ნათესაობა დაიძრებოდა, სად არის ეს? დაგვაკარგიეს ადამიანობა. 30-მა წელმა ამ კაპი წესი დღეს უფრო ადვილი არ არის, გინდა გადაადგილება და გინდა. ჩემთან რომ ნათესავს დაერეკა და ისე მოსულიყო მამაჩემი გაგიჟდებოდა. ერთმანეთთან მივდიოდით, ეხა დასთან ვერ მიხვალ, ძმასთან ვერ მიხვალ, ბიძაშვილთან ვერ მიხვალ. თუ არ დაურეკე, ეს არის აი კაპიტალიზმი. და ამან მიგვიყვანა აქამდე. ისევ ზარი გვაქვს ეთერში მაყურებელი გველოდება, გამარჯობა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ, შეგიძლიათ ისაუბროთ. საღამოშვიდობის მადლობა რომ გვირეკავთ. სალამი. ბატონო მიშამ დამასრო ჩემი აზრის ნაწილობრივად. ბოდიში. დამასრო რა, აი შეიცვალეს, იმდენად შეცვალა დასავლეთმა. ქართული მენტალიტეტი რომ წარმოუდგენელია რა, ამას განსაკუთრებით მომავალ საუბარზე ახალგაზრდებზე ვლაპარაკობ, გულითქივა. რა მგონია იცით ჩემი მოკლე ჩემი მოგზაურებული აზრია როგორც რიგითი ობივაცელი თუნდაც ამორჩეველი ხო მე მარტო შემას არ გეუბნებით აი ხო შეიძლება ესეთი რაღაც უდიდეს პატივს ვცემთ თქვენ უდიდეს პატივს არ კიფოზდიჭებს თუნდაც ქართული იდეას ლევან მასაძის მდგომარეობა გასაგებია აი რატო ერთება შეერთება შეკავშირება და ერთიანი ძალისხმევით ერთიანი ძალით ბრძოლა რა ამ ანტიქრისტების პირდაპირ ვეთქვი წინააღმდეგ სხვა შემთხვევაში ხო კი კარგი აუცილებელია რუსულ ორბიტაზე დაბრუნება მაგრამ აი კონსერვატიული ქართული პატრიოტული ძალების გაერთიანების გარეშე მე მგონია რომ არაფერი არ გამოვა მოგვერევა ანტიქრისტები ყველა მოგვერევა ყველა გადაგცილოს რა მადლობა ბატონო დიდი მადლობა ზარისთვის შეთანხმებით აუცილებელია ქართველების თქვენ წინ ბატონმა ბრძანა უმადურობაო ჩვენ საერთოდ გვაქვს ეს მომენტი და სტალინთან მიმართებაში ძალიან კარგად გამოჩნდა ეს ანუ გაერთიანება ერთ აზრზე ყოფნა ჩვენ ყოველთვის გვიჭირდა მაგრამ დადგება რაღაც მომენტი როდესაც ყველა ეს ადამიანი ვინც ერთნაირად ფიქრობს და გარკვეულ აი რაღაც X მომენტში უნდა ფიქრობდეთ ერთნაირად შეიძლება რაღაცა პერიოდის წინ რაღაცა იყო თანხwebdriver მე შეიცვალა პოლიტიკა არ არის მუდმივი პოლიტიკა იცვლება ინტერესები იცვლება რაღაც ინტერესები გაიხო ინტერესები დაემთხევა და მე დარწმუნებული ვარ რომ ქართველი ხალხი აქ არ არის 1 2 3 4 ორგანიზაციაზე ქართველი ხალხი როცა გაისეგზეგარებს ამ მდგომარეობაშია და არ მინდა რომ ეს კატასტროფა იყოს ურემი გადაბრუნებული კი არა ურემი დამტრეული არ მინდა ვნახო გადაბრუნებულს ამოატრიალებ მაგრამ დამტროულს იმას კიდე აღდგენა ჭირდება ისევ ზარი გვაქვს ეთერში შემოვიყვანთ მაყურებელი გამარჯობა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ შეგიძლიათ ისაუბროთ გამარჯობათ მოგესალმებით მადლობა რომ გვირეკავთ დიახ აი ესეთი შეკითხვა გაქვს დიახ ბრძანეთ
რუსეთთან ერთად საქართველოს ამ 200 წლის განმავლობაში მოუწია ორ ფორმაციაში ყოფნა. ერთი იყო цаრისტული, როგორც ესეთი, და მეორე კომუნისტური. რომელიც იგივე რუსულის გაგრძელება იყო, ჩემი აზრით, ლაპარაკო. აი ეს რასაც ეხლა რუსეთთან ერთად თქვა დავაპირებთ ამ ურთიერთობით. რითი იქნება ის სხვანაირი კონსტრუქცია, რითი იქნება განსხვავებული იმ ორისგან. კი ბატონო. ეს მაინტერესებს მე. საინტერესო შეკითხვა, მადლობა. საერთოდ მე მიმაჩნია, რომ აი მინი გლობალიზაციის აი თუ ესეთი ტერმინი შეიძლება მოერგოს მას, აი მინი გლობალური კონსტრუქციები ქონდა ორივე შემთხვევაში რუსეთთან. აი მე მაგალითად ისე ვჟელობ, რომ აი იგივე ჯერ ერთი რა გავლენა მოახდინა ჩვენ საქართველოს განვითარებაზე ამ კონსტრუქციაში ცხოვრებამ და არსებობამ. და ის მესამე კონსტრუქცია რითი იქნება განსხვავებული, მე მგონი არაფრით არ იქნება განსხვავებული, რასაც რუსეთი აი ამ ურთიერთობაში შემოგთავაზებს. კი ბატონო, დიდი მადლობა. უპასუხო. კი ბატონო, ძალიან საინტერესო კითხვა და ამავდროულად დავძენ თქვენის ნებართვის, რომ როგორც რუსეთი გჭირდება ჩვენ, ანალოგიურად რუსეთი გჭირდება საქართველოს და ეს გაგება დღევანდელ რუსეთის ხელისუფლებაში უკვე ნელ-ნელა ფეხს იკიდებს და აი ეს მიმართება არის. საქართველოს აი ჩაგიკითხებით რა ძალიან დიდი ბოდიში. საქართველოს ჭირდება რუსეთს თუ აი ეს როგორ უნდა გავიგოთ? ჭირდება საქართველოს როგორც სამხრეთ კავკასიის ტერიტორია ქვეყანა თუ ჭირდება ქართველი ხალხი როგორც მისი ქართველი ხალხი მენტალობა, ურთიერთობა, აზროვნების ძალიან სიახლოვე. მე შემიძლია თქვა უკრაინელ ხალხთან ზე უფრო ადვილად უგებდით ჩვენ მე ძალიან ბევრჯერ მქონია რუსებთან ურთიერთობა და ბოლოს ჩვენ და რუსები ვრჩებოდით ანუ ქართველები და რუსები ეს გენებად გენეტიკური და ისტორიული მეხსიერება გენებად აი დღეს ბატონი იყო ჩვენთან მოსული אז ღვინოზე ჩამოვარდა საუბარი და ქართულ ღვინოს იმიტომ ყიდულობდნენო რომ იქო ეტიკეტი არის ქართულიო და ეს აი გენეტიკურად ექსიამონება თუ ქართველებთან ურთიერთობის ხიბლი აი ეს ღირსეული ქართველი და არა ისეთი ქართველი შენი დედავატირა რუსო ღირსეული ქართველი ენატრებად მე ჩემი მეგობრები პატარა 20-22 წლის ბიჭები ვიყავით და რუსეთში ჩავდივართ თამადები ვიყავით მამის ტოლახალთან იმიტომ კი არა ჩვენი მაძე ჭკვიანები არა მოდ გრუზინ აბა ითამადე და ანუ უხაროდათ რომ აი მასში ვიყავით რა თქმა უნდა ჩვენ ბოლომდე არ თამადობდით მაგრამ იყო რაღაცა მომენტები როცა გამოხატავდნენ ქართველის მიმართ ჩვენი პირველი ვინ დაგვაჯახეს რუსები და ქართველები ხო რაც შეეხება იმ ორ ფორმაციას კაპიტალისტ მეფის რუსეთის და საბჭოთა რუსეთის ეხლა მე ჩემი აზრია ეხლა ეს უნდა იყოს ახალი ჰიბრიდი იმ ყველა კარგი ურთიერთობებისა, ყველა ფორმაციას აქვს თავის დადებით და უარყოფითი. ჩვენ 90-იან წლების მერე ყველა ბზე ცუდი რაც ქონდა კომუნისტურ წყობას, ის ამოვიღეთ. ყველაზე კარგი რაც იყო ის განვაგდეთ. ასე რომ ახალი კაცობრიობის, ახალი ფორმაცია სტალინმა დადო და ეს არის ადამიანზე სოციალურ მასობრივ სოციალიზმზე აწყობილი ქვეყანა, სადაც ყველას თავისი ადამიანური ელემენტარული ზარზე საშუალო მოთხოვნილებები აქვს. მიწაში ვერაფერს ვერ წაიღებს, ვერც სასახლეებს, ვერც მილიონერებს, ვერც იმას ბენტლებს და ვერც იმებს. აქვე ავიც ამანქანებია კიდე ძვირიანი. ამიტომ რუსეთთან უნდა ქონდეს ახალი ურთიერთობა, ოღონდ ერთი პირობით. ჩვენ თუ ღირსეულად მივევდით და ღირსებით მივევდით რუსეთთან, ჩვენ დავიჭერთ პარტნიორობას და არა უმცროსი პარტნიორის. როცა ბატონი თენგიზი მე პატიჟება სუფრასთან და ვიღაც გადამთიელის გამო მე იქ არ მივდივარ ერთი კვირის მერე, ორი კვირის მერე, სამი კვირის მერე ისო გადამაგდებს. მე უკეთეს შემთხვევაში ან მაგიდის ბოლოში დამსვას, ან უარეს შემთხვევაში სამზარეულოში. აი ეს არ მინდა მოხდეს. მე მინდა როცა სუფრა გაიშლება, აი იქ იჯდეს ქართველი. შემთხვევაში მართლა არ მოხდება ეგრევე. არა, თქვენზე არა საუბარი, მაგრამ ჩემზე ხო თენგიზი მოვიდა მე დავსვას სამზარეულოში. ხო, და არ მინდა რომ ქართველი იყოს სამზარეულოში მიპატიჟებული. მე მინდა ქართველი იყოს ჭიქით ხელში და ის ადგილი სადაც ჩვენ ისტორიულად გვეკუთვნოდა და გვეკუთვნის. ისევ შემოვიყვანოთ, მოდით მაყურებელი, ძალიან აქტიურობს დღეს ჩვენი მაყურებელი. მადლობა ამისთვის. გისმენთ, გამარჯობათ, პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობათ, ბატონო თენგიზ და ბატონო მიხაელი. მოგესალმებით, მადლობა რომ გვირეკავთ. ისა, რა თქმა უნდა, რუსეთთან აუცილებელია მოლაპარაკება, ამდენხანაც უნდა ჩავსულიყავით და მოგველაპარაკებია. მაგრამ ამას აკეთებს ევროპა და ამერიკა, იმიტომ რომ
იმ კაპიტალისტურ ქვეყნებს ეშინიათ იმისი, რომ ჩვენ როდესაც რუსეთთან მივალთ, უკრაინაც იძულებული გახდება წინაშე და სხვა ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ ერთად ვიყავით 15 მოკავშირე რესპუბლიკა გაერთიანებული, ალბათ მსოფლიოში ყველა ამას ხმაური მოყოლდა, იმიტომ რომ ისინი სულად ცხოვრობდნენ, თუ კი ასე ცუდი პირობები ჰქონდათ, რატომ მილტვიან ისინი იმასკენ და რატომ უნდათ ისევ შეერთება მათთან. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიქცა, მახსოვს მე თქვენ შეიძლება არც ქონდათ სუვირი გეყურებიათ მაშინ ამ გადაცემისთვის ამერიკიდან ორი ახალგაზრდები იყვნენ შედარებით ახალგაზრდები რომ გვითხრენ ჩვენ ხალხო თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა დაანგრიეთ და რის აშენებას აპირებთო ასეთნაირად რო თქვა ეს ვერ გაიგო ვინმემ რატო თქვა ამიტომ თქვა რომ კაპიტალიზმი ჩვენ არ გვასწავლა იმ სოციალიზმმა ბოლომდე რა იყო კაპიტალიზმი და ეხლა როდესაც ჩვენ ამას შევხედეთ პირისპირ ეხლა ვიცით რა არის კაპიტალიზმი ხალხო ჩვენ გაგვიმართლა ღმერთმა ბოდიში და გამოგვატოებია გადაგვახტუნა კაპიტალიზმი არ გაგვივლია არ ვიცოდით რა იყო კაპიტალიზმი და დაგვაძილოა იმიტომ რომ სოციალიზმში შეგვიყვანა ჩვენთვის ყველაფერი უცხო იყო არ ვიცოდით ერთმანეთის ღალატი არ ვიცოდით სამშობლოს ხალხზე ხო ზედმეტი იყო ლაპარაკი უზნეობა როდა გარდაიცვლებოდა ადამიანი რესპუბლიკის საბჭოთა ყველა ტერიტორიიდან შორეულ აღმოსავლეთიდან რო იყო ქართველი წასული ისიც ჩამოდიოდა და ესწრებოდა მის დაკრძალვას ნათესავები იკრიბებოდნენ კი არ სიამოვნებდათ მაგათ ვინმე სიკვდილი მაგრამ იმას ნახავ ამას ნახავ და ზღვა ხალხი და თავს ეხლა ისე გარდაიცვალა შობელი შვილები ვერ დაიტირებენ დედას და ძმას ვერ დაიტირებს ქმარს ვერ დაიტირებს ხოლს ვერ ამას ქვია სიცოცხლე და ესაა ცხოვრება მე ვერ წარმომიდგენია საქამდე უნდა გაგზელდეს და ერთ რაღაცა მინდა რომ იტანოთ ხელისუფლებასთან იქნება როგორმე მიაწვინოს მე ვერ მივწვდები ის ხალხი ვინც გამსახურდია შემდეგ იყო პარლამენტში პარლამენტის წევრები იმიტომ იყო ისინი შესული იქ საქართველოს დაექცია დაეღუპა და პლუს მაგას იქ ხელფასებია დიდი და პენსიები დიდი ქონებოდეს ჩვენ კარგად 250 მანეთი მქონდა მე ხელფასი მაშინ როდესაც $1 30 თეთრი ღირდა მასწავლებლად მუშაობდი ინჟინერია სპეციალობდი წითელ დიპლომებსაც დამთავრებული ახლა არ დიპლომს აქვს მნიშვნელობა ახლა წერა კითხვა არ იციან მასწავლებელმა ისეთი ხალხი ასწავლის სკოლაში რა უნდა ასწავლო ბავშვი იაკობ გოგებაშვილს არ ასწავლი ფიზიკას არ ასწავლი ქიმიას არ შენი ქვეყნის ისტორიას არ ასწავლი ხალხო ვინ უნდა იყოს პარლამენტში ისე და ის მაინც გაატარეთ მადლობა დიდი მადლობა ნამდვილად ამ არისთვის მე მაგალითად აღმოვაჩინე რომ თურმე იავნანამ რა ხმნა აღარ არის სასკოლო პროგრამაში თურმე კოლონიას რაც უნდა მონას რაც უნდა ჩემს უყვებოდი იავნანამ რა ხმნა ამ ისტორიას და გავიგე რომ თურმე მაგრამ მე სკოლაში ისწავლი მეთქი ამ ყველაფერს რო უთხარი დედამისმა მითხრა რომ ვერაფერსაც ვერ ისწავლის აღარ არის სასკოლო პროგრამაში შეტანილი არა ბატონო არა საჯარო სკოლას რო დაარქმევს საჯარო სკოლა ამერიკაში კარგად ვიცით რას არის ეს არის დაბალი დონის განვითარებისთვის მიომატე გამოვაკელი A B G D E F Z აი ეს რო თითები წაიკითხო ამ დონეზეა ხახნო გაიგეთ ჩვენ ვარ დაპყრობილი ერი დაპყრობილი ქვეყანა კოლონიურ მდგომარეობაში რატო ითხოვ დამპყრობლისგან? რატო ითხოვ დამპყრობლისგან ამას? დაანებე რა თავი? გადააგდე, მოიშორე, გააგდე. всё, ეს არის დამპყრობელთან ურთიერთობა. კი ბატონო, მოდით შემოვიყვანოთ კიდევ ერთი ზარი ეთერში. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ ეთერში ხარ, შეგიძლიათ ისაუბროთ ქალბატონო? აი, ახლა გისმენთ. ახლა კი ბატონო. თქვენ რომ ისმენთ ტელევიზიიდან ლაპარაკობენ და თქვენ რომ ტელევიზორს დაუწიეთ ქალბატონო გვიან მოდის სიგნალი და ამიტომ ორჯერ ისმის შემდეგ ხმა და ტელევიზორს დაუწიეთ ისაუბრეთ ეთერში ხართ თქვენი ხმა კარგად ისმის ეთერში კი ბატონო ვისაუბრებ მაგრამ რაღაცა რა მგონია რომ იმას ველაპარაკე ესე იგი მე მინდა ვთქვა ჩემი აზრი რომ ორმოში ჩავარდნილი კაცს არ იყოს ამოგიყვანე და აღარ მინდა კაცო
კი ბატონო, ჩვენმა მთავრობამ გადაგვარჩინა ომს, გვატარა ნამდვილად კარგად, მაგრამ ახლა რო აკვიატებული გაქვთ ევროპაში მივდივართ, ევროპაში 30 წელში შევალ. კაცო, 30 წლამდე რა გვინდა? დღეს სადა ვართ, რატო არ გვეკითხება ხალხს? კიდევ გვინდა ასეთი ევროპა ყოველ დღე რო არ გავა დღე რო ნერვები არ მოგვიშალონ ამ სანქციებზე, ამ ლანძღვით, ან თვითონ როგორ იტანენ ამდენ შეურაცხყოფას. არ არის რო ამ ევროპას უთხრა, ან ხალხს ვკითხოთ, გვინდა ასეთი ევროპა? დიდი მადლობა. ნამდვილად აქტუალური საკითხი არის, რაზეც თქვენ ისაუბრეთ. მადლობას გადაგიხდით კალბატონო, დაგემშვიდობებით. მე მგონია ბატონო მიხეილ, რომ ეს ევროპაში მივდივართ, რა ვიცი, ყველაზე მეტად თვითონ ხელისუფლებაში აღარ ჯერა თუ. ეს ევროპაში მივდივართ, მალე გახდება კომუნიზმში შევდივართ. ხო, აი კომუნიზმში შაყერი რო იყო უკვე რა კომუნისტებზე, აი ეს ამაზე ესე იქნება ევროპაში მივდივართ, გახდება დამცინავი, გასაშაყერებელი სიტყვა და კარგია, სხვა შორის ძალიან მიხარია, მაგრამ მე ველოდები აქედან პირველი საერთო რომელი გაიქცევა. აი დავდოთ მე ფსონები. მოდი შემოვიყვანოთ დღევანდელ ეთერში ბოლო ზარი და შემდეგ უკვე შეჯამებისკენ წავალთ. გამარჯობა გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობა. მოგესალმებით, მადლობა რომ გვირეკავთ. მადლობა რომ აზრის გამოთქმის საშუალება მაქვს. ძალიან მოხიბლული ვარ ბატონი მიშარი პირდაპირ მოსაუბრე თავი აზრები ერთ-ერთ შემთხვევაში ჩემთვის ფიქრობდი მე რა უნდა დავამატო თქვა აი მადლობა მაინც ვიტყვი რაღაცა საუცილებლად ბრძანეთ ბატონო აუცილებლად მე რა უნდა თქვა ახლა ამ ადამიანმა კოლონია ვარ რა მე კოლონია მე რა გინდა შეგაიგოთ 35 წელი კოლონია ვარ და ეს ვერაიტვის ჩვენი უბედურება სწორედ მაგაშია მთელი ქვეყნის უბედურება მაგაშია რომ ჩვენ კიდე ვერ ვხვდებით რომ კოლონია ვართ გონიათ ახლა ფაქტურად თვითონ კოლონია სახელი არ ქვია და რეალურად კოლონია ვარ და შეგა ამას როცა აითვისებ და როცა მივხვდები მე გაშველება დანარჩენი ახლა შენ კიდე სააკაშვილს ხედავე აგენტია ჩაულებრივი კაცო კიდე შევარდნაძე იყო თუ ვინც იყო და არ ეწინოს ოცნება ბოლო სწორნავიჯებს გავს ახლა მაგრამ ისიც თავის დროზე მეტი რა მოხელე იყო იქ შემსრულებელი იყო ესე იგი ეჯიბრებოდა იმას რა ქვია ნაცებს დაანებე თავი ჩვენ შეგისრულებთ ყველაფერს გეთანხმებით კი უკეთესი მანდა მე ვიქნებიო ამას უბრალოდ ომი რო დაიწყო უკრაინაში გამოფხიზდა ის ომი არ უნდა და რაღაცა სწორი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და ღმერთს მახნეს რომ ბოლომდე მიიყვანოს ოქრება თქვენ რა ფიქრობთ ბატონო მიშა ბოლომდე მე მგონი მეცას მგონია რომ ოცნება ამ იმას ჩამოაცილეს ამ ჭირს რასაც ქვია ახლა ეს აგენტურა ქვია მაგას ოპოზიცია კი არ ქვია აგენტურას როგორმე მოთხრის და მე საბოლოოდ თვითონაც უნდა წავიდეს ალბათ არენიდან უკვე დაბერდა იმაში პარლამენტში და მით უმეტეს რომ ოცნების 80% იქით გამოსდილი ის არის რა კადრები იმათი გამოსდილი და ამიტომ საჭიროა ეს თქვენისთანები და კონსერვატორები მოვიდნენ დალობრებაში დიდი მადლობა მადლობა ზარისთვის ბატონო ოცნებას ისეთ სატოპკეებს უწევს დასავლეთი ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები რომ უკვე თვით დასავლეთი არაპატიებს კიდე რომ ამაზე რომ ოცნება არ გააკეთოს ის რეაგირება საითკენაც მათ კი მეც ვფიქრობ რომ მათ უბრალოდ ამისი საჭიროება მაინც დაუდგათ უკვე და აქედან გამომდინარე თორე აი ხშირად ხო გამოითქმის ხოლმე რომ წარსულში ესე იყო რამდვილად ასე იყო და თუ ვინმე მაგ დროს ხმას იღებდა სხვა შორის რა ვიცი მე შემიძლია ჩემ თავზე თქვა რომ ვიღებდი ხმას იმ დროსაც, როდესაც აი დღეს რო ძალიან ბევრისთვის ესე ხელის გაშვერით იტყვია რომ ეგ კოცია და ის კოცია თვითონ რომ ქართული ოცნების მაისურებით დარბოდნენ მაგაც საარჩევნო შტაბებში, მაგრამ მე პირადად ვიღებდი ხოლმე ხმას ამ ყველაფერზე და ეხლა დღეს თუ ეს ყველაფერი შეიცვალა და რაღაც სწორი მიმართულებით მიდის კრიტიკა მხოლოდ იმაზე რომ აი წარსულში ეგრე რატო ფიქრობდი კი ბატონო ვაკრიტიკოთ მაგრამ ალბათ მე ვფიქრობ რომ ეს გულწრფელია თუ არ არის გულწრფელი ახლა კობახიძე გულის სიღრმეში ამაზე მეტად მე მაინტერესებს ის ნაბიჯები რასაც გადადგამს ის და როგორც ჩანს აი პროცესის ლოგიკა კარნახობს ქართულ ოცნებას რომ ამ მიმართულებით იაროს და ამას ჯერჯერობით აკეთებს ეფექტურად ხო წარმატებები უსურვოთ ოცნებას წარმატებები უსურვოთ ბატონ ტრამპს ბატონ პუტინს იმ საქმეში, რომელსაც ქვია ამ უბედურების ტრაგედიის დასრულება, რაც ახლა უკრაინაში ხდება და რაც საბოლოოდ ჩამოხსნეს ნიღაბს
იმ ხალხისთვის, ვინც კიდე ოდნავ აზროვნებს, ვისთან გვაქვს და ვისთან მქონდა ბოლო 35 წელი ურთიერთობა. ეს თუ ვერ დავინახეთ, არ დავინახეთ, მაშინ ნებისმიერი პრეტენზია, რომელსაც გამოთქვამს ინდივიდი თუ ადამიანთა ჯგუფი, თუ ერი, იქნება მიუღებელი. როცა შენ ვერ ხედავ რა მოგელის, ის არ არის ბრალი, ის არის ჩემი ბრალი, თქვენი ბრალი და ის რაც დღესა ვართ, ჩვენ უნდა დავასრულოთ. გავიყვანოთ დასავლეთი საქართველოს პოლიტიკიდან და დავიწყოთ პრაგმატული პოლიტიკა იქ, სადაც ჩვენი ადგილია. ჩვენი ადგილი დასავლეთში არასდროს არ იყო და ტყუილებს შევეშვათ. დიდი მადლობა, მადლობას გადაგიხდით ბატონო მიხეილ, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებას. მადლობა მაყურებელს. შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბატონი მიხეილ ჟღენტი, პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე, ხოლო ჩვენი გადაცემა მე კიდევ ერთხელ მინდა დავამთავროთ მიმართვით მერაბ ჩეკაშვილის ვიდეოთი, რომელიც როგორც მოგეხსენებათ ჩვენს მეგობარს, ჩვენი სტუდიის ძალიან ერთგულ რესპონდენტს და რა ვიცი მე Facebook-ზე დავწერე კიდეც ეს სტატუსი საერთოდ არ მახასიათებს სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობა მით უმეტეს ესეთ ტიპის საკითხებზე, მაგრამ ნამდვილად თითოეულ ჩვენთაგანს დღეს აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში ვინც გამიცნია ერთ-ერთი მართლა საუკეთესო ადამიანის დახმარება შევძლოთ ბატონ თემურ მაისურაძის, რომელსაც ძალიან ძიმე დიაგნოზი დაუდგინდა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჩაივლის ზუსტად ისე როგორც ყველა ჩვენთაგანს უნდა. ბატონ თემურს კიდევ არაერთხელ ჩვენ ნახავთ ჩვენთან სტუდიაში და დღეს როგორც არასდროს ამ ქვეყანას ჭირდება საღი ადამიანების აზრი. აქედან გამომდინარე თითოეულ ჩვენთაგანს აქვს საშუალება და შესაძლებლობა რომ თუკი ამისი სურვილი გვექნება ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ადამიანის გამოჯანმრთელებაში. მე მინდა დაგიტოვოთ კიდევ ერთხელ ის მიმართვა, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ და ამ ხრივ ყველას გთხოვთ გულისხმიერებას. დიდ მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ორ შაბათამდე დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.